ამომრჩეველი იქნება მსმენელი, არჩეული მომღერალი. საარჩევნო არჩევნების ავტორი, როგორც უკვე იცით, ნარმანია. მერის გადაწყვეტილებით სამთავრობო ღონისძიებებში ის მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებსაც საზოგადოების განსაკუთრებული მხარდაჭერა ექნება, წინა საარჩევნო კამპანიაც ალბათ დაანონსდება. რაც შეეხება CSKO-ს ფუნქციას ინტერნეტ პროგრამა შეასრულებს, რომელიც ახლა იწერება. მარიკა შალიკაშვილი მერის საკონცერტო გეგმების და სასცენო პოლიტიკის შესახებ უფრო მეც გეტყვით. თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ კონცერტებსა და სხვადასხვა პროექტებში მუსიკოსები შესაძლოა ქართულმა საზოგადოებამ ინტერნეტ გამოკითხვის მეშვეობით აირჩიოს. ეს ინიციატივა თბილისის მერს ეკუთვნის. როგორც დავით ნარმანია აცხადებს, სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად მან ინტერნეტ პროგრამის შექმნა გადაწყვიტა. პროცესში მოქალაქეების ჩართვა მერიის შესაბამის უწყებას გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება. შესაძლოა მოვამზადოთ სპეციალური ინტერნეტ პროგრამა, რომლის მეშვეობითაც თვითონ მოქალაქეებს შეეძლებათ მისცენ ხმა მისთვის სასურველ მომღერალს, რომლის მოსმენასაც ისინი ისურვებდნენ, რათა გარკვეული სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით ეხლა სამუდამოდ დასრულდეს. ეს არის ერთ-ერთი ჩემი შემოთავაზება იმ კომისიის მიმართ, რომელმაც საომავლოდ უნდა იმუშაოს ამ საკითხებზე. დავით ნარმანიას ინიციატივას მომღერალთა ნაწილი ევროპის მოედანზე გამართულ 2015 წლის საახალწლო კონცერტის გარშემო დატრიალებულ ვნებათა ღელვას უკავშირებს. ისეთი ამბები მოყვა კონცერტს, რომ ლოგიკურად ალბათ ადამიანი მივიდა იმ ზომამდე, რომ მიანდოს სხვა ადამიანებს გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ რა თქმა უნდა, ხალხის აზრი ყოველთვის საინტერესო არის და აუცილებლად უნდა გავიზიაროთ ყველამ, თუმცა ხალხი ბოლომდე კომპეტენტურად ამას ვერ გადაწყვეტავს. ამაში უნდა იყვნენ ჩარეული პროფესიონალი ადამიანები. ქართულ შემსრულებელთა ნაწილი კი თვლის, რომ დედაქალაქის მერის ინიციატივა საახალწლო ხუმრობას წააგავს და მსგავსი საკითხები კომპეტენტურმა ადამიანებმა უნდა გადაწყვიტონ. მე მინდა ჩავთვალო საახალწლო ხუმრობად. ამგონია ეს კარგი აზრი იყოს. მე მგონია, რომ ამას თავის სპეციალისტები ყავს ამ სფეროს. და რაღაცა კონცეფციის მიხედვით დღესასწაულის შინაარსიდან გამომდინარე და საერთოდ რა ღონისძიებას რა ჟანრის მუსიკა, რა ჟანრის მომღერალი უხდება, ამას წყვიტავენ ამ საქმის სპეციალისტები. მიუხედავად იმისა, რომ ალბათ ყველანი ვთანხმდებით დღეს იმაზე, რომ ცენზურა არ უნდა არსებობდეს ქვეყანაში, ეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი პირველი მანიშნებელი, ხო? მაინც ვთვლი, რომ ეს ის დარგია, სადაც რაღაცა დონის სპეციალისტები უნდა წყვეტდნენ მსგავს რაღაცებს. მუსიკოსების აზრით მომღერლები უნდა შეირჩნენ კონცერტის ჟანრიდან გამომდინარე. ამ პროცესში მათი აზრით რადიო ჩარტების გამოკითხვებისა და YouTube-ზე განთავსებული ვიდეოების ნახვის რაოდენობის გამოყენება უფრო მიზანშეწონილი იქნება. გამოკითხოთ რა პროფესიის ადამიანები, ხო? ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება არაკომპეტენტური არის და დაემთხეს, რომ სულ იყოს 1000 არაკომპეტენტური ადამიანი. უფრო სწორი იქნება ამ შემთხვევაში ან დაიქირავოს მე ამ მუსიკალური პროდიუსერი, რომელიც კარგად ერკვევა ყველა მომღერლის მონაცემები კარგად იცის. მე ძალიან წინააღმდეგი ვარ იმის, რომ ერთ კონცერტში მართლა ყველა მომღერალი შეყარო და იმღერონ. ეს ჟანრობრივად მისია თუ განსხვავდება. იქცევა თუ არა რეალობად თბილისის მერის ინიციატივა ჯერჯერობით უცნობია. არ არის გამორიცხული მერიამ ალტერნატიული შეთავაზებებიც განიხილოს.